შამპანიური ღვინო, ლუდი, კონიაკი თუ ჭაჭა. ამათგან იცი ყველაზე ნაკლებად რომელი გაგასუქებს ახალწლებზე? ამ პირიქით რომელია შენი ღიპის მთავარი მტერი? ლუდი გაგახსენებათ უმრავლესობას ლუდის ღიპი ვაგიგია, მაგრამ აქ საქმე ცოტა სხვანაირად არის. ამ ვიდეოში არ წაგიკითხავ მორალს, არ დალიო და უწუპუწუები, რაც გინდა ისქენი. დიდი ბიჭი თუ გოგო ხარ უკვე. მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი ამ ვიდეოში დაგილაგებ იერარქიულად სასმელს, გასწავლი რა ხდება შენს ორგანიზმში და რა უნდა გაითვალისწინო, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის და შენ კი არა, მეც დავლევ. მეც დიდი ბიჭი ვარ. სანამ სასმელებს დავერავით, საერთოდ აგიხსნი რას ვსვამ რამდენიმე სიტყვით. შენ სვამ ეთანოლს. დაიმახსოვრე ეს რიცხვები. 1 გრამ ცილას და 1 გრამ ნახშირ წყალს აქვს 4 კალორია, 1 გრამ ცხიმს აქვს 9 კალორია, 1 გრამ ალკოჰოლს აქვს 7 კალორია. ანუ თითქმის ორმაგი ვიდრე სხვა ნუტრიენტებს და ცხიმს ემგვანება. ესეც არ კმარა და ალკოჰოლი უნდა იცოდე რომ არის კალორიების ცარიელი წყარო. ანუ გაწევთ მხოლოდ კალორიებს და არანაირ კვებით ღირებულებას. აქაც არ ჩერდება. ის არის მეტაბოლური პაუზა შენი ღვიძლისთვის. წარმოდიო დღის განმავლობაში შენი ღვიძლი არის ბუღალტერი და მთელი დღე ითვლის ცხიმებს და წვავს მათ. როცა ალკოჰოლი შემოვა სისტემაში, ეს არის ქაოსი, ის ტოქსინია, შენი ღვიძლის აპრიორიტეტებს მის მეტაბოლურ გადამუშავებას და შენი ბუღალტერი ძიბნევა, აჩერებს ცხიმის დათვლას და დაწვას და გადადის ალკოჰოლის როგორც ტოქსინის ორგანიზმიდან გამოყოფაზე. ეხლა გაჩვენებ რომელი სასმელი უფრო ზრუნავს შენი ღიპის გაზრდაზე. დავიწყოთ ყველაზე ფსკერიდან, მეოთხე პოზიციიდან. ეს არის ყველაფერი ფერადი და ტკბილი ერთად. უმრავლესობა კოქტეილების, დამტკბარი ლიქიორები, შაქრიან ენერგეტიკულ სასმელში გადრეული ოდკა, ეს არ არის ალკოჰოლი. ეს არის თხევადი ნამცხვარი. რომელიც ერთი ულუფა გაძლევს არ ვიცი მარგარიტა, სხვა კოქტეილებმა შეიძლება მოგცეს ერთ ულუფაზე 300-დან 700 კალორიამდე. 3-4 ესეთი ღამეში და შენ მიირთვი 2 დიდი ბურგერი, ოღონდ კი არ დანაყდი პირიქით, უფრო მოგშივდა. ტკბილი და ალკოჰოლი არის ერთნაირად მეტაბოლური კატასტროფა შენი ღვიძლისთვის. ღვიძლი გათშულია, ინსულინს საშიავარდნილი. ეხლა ავიდეთ ოდნავ მაღლა და მესამე პოზიციაზე დავაყენოთ, მოვიკითხოთ ჩვენი ლუდი, რომლის მთავარი პრობლემა არა კალორიულობა, არამედ ოდენობაა. 100 გრამ ლუდს არ სვამს არავინ, პირიქით, ბოცით უნდა ჩაიდგა მუცელში. 0.5 ლიტრიანი კათხა, ეხლა ეს 300 მილilitrიანია, იცი რა ვსაუბრობ. 0.5 ლიტრიანი კათხა მოგცემს დაახლოებით 200-250 კალორიას. ეგეთი 4-5 კათხა საღამოს დამატებით 1000 კალორია ისე შემოვიდა შენს ორგანიზმში ვერც გაიგე. ამასობაში ცოტა ნახშირწყლები, ცოტა ფიტოესტროგენები, რომლებიც ლუდის გარშემო ბევრ მითს აგროვებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ლუდი ცუდი არ არის, უბრალოდ მისი რაოდენობის კონტროლია მნიშვნელოვანი. და ის შემდგომი ჩვენი ჩემპიონი ღვინო. დალიებიძეა, წამალია. წარმოიდგინე ფრანგები ჭამენ ყველს, კარაქს, სვამენ ღვინოს და გული არ აწუხებთ. 1992 წელს ყველს ესე ეკონა. ღვინო წამალია. ჩვენთანაც ეგრეა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გული გვაწუხებს რატომღაც. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებიც სვამდნენ ღვინოს საფრანგეთში, იყვნენ უფრო მდიდრები. ქონდათ ნაკლები სტრესი, იკვებებოდნენ უკეთ და მიირთმევდნენ ზომიერად ღვინოს. ანუ ღვინომ კი არ გააკეთილშობილა და გამოაჯამრთელა. უკვე შედარებით ჯამრთელი და შეძლებული ადამიანები ირჩევდნენ ღვინოს დალევას. ერთადერთი რაც უნდა ვთქვათ ღვინოზე, რაც არის ნამდვილად დამტკიცებული, არის ის, რომ წითელი ღვინოს ჯიშები უფრო მეტად შეიცავენ რესვერატროლს. ანტიოქსიდანტს, რომელსაც აქვს დადებითი ეფექტი მათ შორის გულსის დახვრა სისტემის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ის ეფექტი, რაც რესვერატროლმა მოაქცეს შენს ორგანიზმში დაგროვებისას, რატო ყლაპავასვებს? ის ოდენობა რესვერატროლი, რაც შენს ორგანიზმში უნდა დაგროვდეს, რომ ეფექტი გამოიწვიოს, უნდა მიიღო 500 ლიტრა ღვინოსგან და სანამ მისგან მიღებული ანტიოქსიდანტი გამოგაჯანსაღებს, ღვინოს ტოქსიურობა შენ მოკლავს და შენ გარშემო მყოფებს კიდე შენი ღიპისგან გამოწვეული მიწისძვრა. ასე რომ 0 სარგებელი აქვს ღვინოს გულსის დახვრა სისტემის ჯანმრთელობაზე, კონკრეტულად ალკოჰოლს. მშრალი საფერავი ხანგამოშვები ზომიერად კარგია, მაგრამ ძალიან გთხოვ ჯანსაღს და მით უმეტეს წამალს უნდა უძახებ. ერთი ბოკალი წითელი ღვინო მომცემს 150 მილილიტრი დაახლოებით 100-120 კალორიას და იგივეს მომცემს მისი ცქრიალა პარტნიორი. ცქრიალა ღვინო დაახლოებით იგივე კალორიულობით ხასიათდება, ცოტათი ნაკლები ანტიოქსიდანტების შემცველობით, მაგრამ ერთი მთავარი განსხვავებით. იმიტომ რომ დაგაზულია, შეიძლება უფრო მარტივად დაგათროს. შესაბამისად პორციების განსაზღვრისას შენი პრიორიტეტების მიხედვით მართი ღვინო თუ ცქრიალა ღვინო. ეხლა გავდივართ მძიმე არტილერიაზე. კონიაკი, არაყი, კარგი ვისკი. ეს არის სუფთა ალკოჰოლის ფორმა. თუმცა ფრთხილად იყავი კალორიებთან, რაც უფრო მეტი აქვს გრადუსი, მით მეტი აქვს კალორია. ერთი შოთი 40
გრადუსიანი ძიმე სასმელი მომცემს დაახლოებით 100 კალორიას ერთ ულუფაზე, 90, 100 კალორიას, მაშინ როცა 60-70%-იანმა ჭაჭამ შეიძლება სულიც გამაძროს და ერთ შოტზე, ერთ ულუფაზე მომცეს დაახლოებით 150-160 კალორია. ანუ მე თუ მაღალ პროცენტიანი არაყი უნდა მივირთვა, მან შეიძლება ერთი ჭიქა წითელი ღვინოს კალორიები შემივსოს და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? იმიტომ რომ თუ სუფრაზე ზრდილობისთვის შენ 5-6 ჭიქა ხუხე, მაშინ შენი კალორიული ნორმა იქამდე ავიდა, რომ ერთი 8 ნაჭრიანი იმერული ხაჭაპურის შემოგეჭამა ისე რომ ერთს მიხვდი და თან არც დანაკლებული არ ხარ. ამიტომ სუფთა სასმელია თუ არა სუფთა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საბოლოო ჯამში დოზირების და რაოდენობის კონტროლია. ეს არის იერარქია, რის დალევას ავირჩევდი საახალწლოდ მის მერეც, იმიტომ რომ ერთი ახალი წელი არ გვაქვს ქართულებს არასდროს და ზოგადად. რატომ აქვს ახლა მნიშვნელობა დოზირებას? იმიტომ რომ თუ შენ ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევ ზომიერად, ეხლა რას ზომიერად. ეს არის დაახლოებით 1-2 ულუფა დღეში. ანუ თუ შენ აირჩევ 1-2 ულუფა ღვინის დალევას და 1-2 ულუფა შოთის დალევას, ეხლა მთავარი კითხვა ისმის. ორივეს ალკოჰოლურ ნაწილში 1 გრამი 7 კალორიას მომცემს, ამასობაში ერთნაირად ნეგატიურად იმოქმედებს ჩემს მეტაბოლიზმზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რის გამოც ახალ წლებზე ალკოჰოლთან ერთად წონა გაგექცევა, არის არა მისი კალორიები და მეტაბოლური ზეწოლა, არამედ არის არჩევანი, რომელსაც მთვრალზე იღებს საკვების მიმართებით. უფრო მეტჭამ დაგავიწყდა კალორიების სვლა, მე რამდენი ნაჭიერი ხაჭაპური გიდევს, მაგიდაზე აღარ გახსოვს. აი ეს არის ლომის წილი, რის გამოც შენ კალორიების პროფიციტში ექცევი, ანუ იღებ იმაზე მეტ კალორიას, რო გჭირდება და არა უშუალოდ ზომიერი ალკოჰოლის მოხმარება. ამიტომ თუ მოიხმარ ალკოჰოლს ზომიერად, კითხვა დასვი. რომელი ალკოჰოლი დამეხმარება დავრჩე საყვარელ სიტუაციაში, საყვარელ ადამიანებთან ერთად, ისე რომ არ ვთქვა რომ მე არა ავსვამ, დიეტაზე ვარ და მე მთელმა ოჯახმა არ დამწყევლოს და რომელი გამატარებინებს საღამოს სასიამოვნოდ. შოთებს თავარი პრობლემა მიუხედავად იმისა, რომ სუფთა სპირტია, აქვს ის რომ უნდა მივირთო 1-2 და მე დღე მორჩა, ჩემმა მეგობრებმა გააგრძელეს დალევა და მამა ჩემი კიდე მაძალებს. მაშინ როცა 1 სავსე ჭიქა ბოკალი ღვინო, რომელიც მომცემს დაახლოებით 250 კალორიას, თუ გემრიელად სავსეა, შემიძლია გადავანაწილო მთელი ღამის განმავლობაში, ისე რომ თან ვისიამოვნო, გარემოს არ გამოვაგდე და მეც ბედნიერი ვიყო. ამ კუთხით ჩემი ღვინო ანდაც ქრიალ ღვინო შეიძლება გადმოვიდეს წინ. ულუფის კონტროლით სასიამოვნო სიტუაციაში სასიამოვნოდ გატარებული ალკოჰოლის მიღების ნაწილში. ანუ შენ თუ ამ სამ მნიშვნელოვან ამბავს გაითვალისწინებ, ალკოჰოლის მიღება შენ ჯანსაღისკობის გზაზე, მათ შორის ახალ წელს არასდროს იქნება პრობლემა. პირველი, ღვთისწყალობით ძალიან გთხოვ, უზმოდ არ დაიწყო დალევა. ერთი, ალკოჰოლი უფრო მალე დაგათრობს, შენი საჭმელობელი სისტემაც წყობრიდან გამოვა, უფრო მალე დაგარტყამს თავში ალკოჰოლი და მე კიდევ უფრო არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებ საკვების კუთხით. ამიტომ ცილა და ცხიმი მიირთვი ალკოჰოლის დალევამდე ნაკლებად სწრაფად დაგათრობს და ამასობაში მე რომც მოგშივდეს უკვე ნაჭამი გაქვს და ნაკლების მირთმევა შეძლებ. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, ყოველ ერთ ულუფა ერთ ჭიქა ალკოჰოლს დააყოლე ერთი ჭიქა წყალი. ამით ნაკლები ალკოჰოლი დაგეტევა კუჭში და მეორე დღეს ნაბახუსევის სიმპტომებით შეგმცირდება. და მესამე ნაწილი ერთში ან სუფთა სპირტის წყარო, ან ისეთი ალკოჰოლი, მშრალი ღვინო, ან მშრალი ცქრიალა ღვინო, რომელსაც რაოდენობაში გადაანაწილებ. ანუ არ მიეწლე მაინც ტკბილ ლიქიორებს და კოქტეილებს და მე არ დაიწყო ახალი წლის მერე 100 ლარიანი დიეტების ზებნა ვიღაც სპეცებთან, იმიტომ რომ ახალ წელს მომატებული 10 კილოგრამი 2 დღეში დაგაკლებინოს. მოკლედ, მე ჩემი გითხარი და დანარჩენი შენიც.